პირველ რიგში ხაზს გაუსვა იმას, რომ შემთხვევითი არ არის, რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიის განვითარება, ამ სტრატეგიის შემუშავება. ჯერჯერობით ეს არის პროექტი, რა თქმა უნდა დამტკიცდეს ევროკავშირის საბჭოს მიერ როგორც ესე ვთქვათ პროგრამა. მაგრამ მთავარია, რომ ევროკავშირმა სერიოზული ესე ვთქვათ გადაწყვეტილება მიიღო, რომ შავი ზღვის რეგიონში გააქტიუროს თავისი მოქმედებები. მიუხედავად იმისა, რომ იქ არის რუსეთ-უკრაინის ომი, იქ არის ესე ვთქვათ დაძაბული სიტუაცია, არის ასევე შემოტევა არა დემოკრატიული ძალების, ავტორიტარული ძალების და ასე შემდეგ, მას აქვს ძალიან მწყობრი ესე ვთქვათ ჩამოყალიბებული ხედვა თუ რა უნდა განვითარდეს. პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოებისა და მედეგობის განვითარება ამ რეგიონში. ეს ეხება არა მარტო თქვათ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს შავი ზღვის პირეთში, როგორც არის უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი თუ გნებავთ, ასე რომ ფართო რეგიონად ითვლება შავი ზღვის ფართო რეგიონის ნაწილად, მაგრამ ასევე თურქეთი და თავად ევროკავშირის ის სახელმწიფოები, რომლებიც ესაზღვრებიან და რაღაც კავშირი აქვს შავ ზღვასთან, მათ შორის საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი. და აი აქ მეორე ამოცანა ეს მნიშვნელოვანი არის რეგიონში უზრუნველყონ განვითარება, ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა რეგიონში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა და ასევე რა თქმა უნდა სხვადასხვა სახის ამოცანები, რომლებიც ეხება გარემოს დაცვას, ადამიანურ განვითარებას, ასევე დაცვას რაღაც გარკვეული კატასტროფებისგან და ასე შემდეგ თანამშრომლობას აი ამ სფეროში. ბუნებრივია აი ამ სტრატეგიაში საქართველოს მოიაზრება, ეს ჩვენ უკვე ვახსენეთ და როგორ ფიქრობთ თქვენ, შეძლებს თუ არა ქვეყანა აი ამ პროექტებში სულ ჩართულობას იმ ფონზე, როდესაც მას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს ხო ევროკავშირთან? დიახ. უნდა აღვნიშნო, რომ სტრატეგიაში პირდაპირ არის მინიშნებული კანდიდატ სახელმწიფოებზეა საუბარი და იქ საუბარია, რომ გაღრმავდება ეს თქვათ მოლაპარაკებები გაწევრიანების და ამასთან მიმართებაში თანამშრომლობის მიმართულებები კიდევ უფრო გაძლიერდება და საქართველოს არის ნახსენები თუ საქართველოს ესე ვთქვათ დაუბრუნდება თავის ესე ვთქვათ ევროპულ ორიენტაციას. ანუ პირდაპირ სტრატეგიაში წერია, გამოთქმულია ამასთან დაკავშირებით და ეს რაღაც მოთხოვნა ან ეჭვით შეიძლება ასე ვთქვათ, რომ საქართველოს და შემდეგ სტრატეგიაში შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ყველგან იგულისხმება, მაგრამ ძალიან იშვიათად არის ნახსენები პირდაპირ. მაგალითად, შავი ზღვის კაბელთან დაკავშირებით არის ვთქვათ საუბარი, მაგრამ საქართველოს არ ახსენებენ, მაგრამ აქ საქართველოს გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ეს შავი ზღვის კაბელი გავიდეს, ხო? ასევე საუბარია კავშირების სატრანსპორტო კავშირების განვითარებაზე, რომელიც დაწყებულია ბევრი პროექტი ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით შუა აზიასთან მიმართებაში და აქაც ეს პირდაპირ საქართველოს არ არის ნახსენები. ნახსენები სამხრეთ კავკასია და როცა ენერგეტიკაზეა საუბარი ევროკავშირის ეს თქვა ენერგეტიკული პოლიტიკის გაძლიერებაზე, აქ საუბარია აზერბაიჯანზე. მაგრამ არ არის ნახსენები ასევე საქართველოს როგორც სატრანზიტო უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, ხო? ანუ იგულისხმება, რა თქმა უნდა, და მთლიანად სულისკვეთება ისეთია სტრატეგიის, რომელშიც აშკარად საქართველოს ზის იგულისხმება ყველგან, მაგრამ გარკვეული დათქმებით და გარკვეული პირობებით. არ არიან დარწმუნებული, რომ ამას ექნება პირდაპირი დადებითი ეფექტი. თუ ვთქვათ აფირმაციულად ესე დაასახელებენ, რომ აი საქართველოს ითამაშებს ამ როლს. აი იმ დასაწყისში რომ ნახსენები, რომ ყველაფერი ესე ვთქვათ ეს თანამშრომლობა განვითარდება ასევე საქართველოსთან, თუ საქართველოს დაუბრუნდება ვთქვათ ევროპულ გზას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც გასათვალისწინებელია. მთლიანობაში სტრატეგია რომ არ დადგეს საფრთხის წინაშე, მისი იმპლემენტაცია. ეს სტრატეგია, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, აშკარად უპირისპირდება ხო რუსულ ინტერესებს შავი ზღვის რეგიონში. აქვს თუ არა რუსეთს ახლა იმის რესურსი, რომ შეაფერხოს ეს პროცესი, თუნდაც ჩართულ ქვეყნებთან ინდივიდუალური არხებით იქნება ეს დიპლომატიური თუ ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმები მაგალითად.
კი, რა თქმა უნდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ პირდაპირ სტრატეგიაში ნახსენებიც არის. არაერთხელ რუსეთი მისი ეს უარყოფითი როლი და საერთოდ თუ ადრე ვთქვათ, ესეთი ტიპის მაგალითად იყო 2007 წლის შავი ზღვის სინერგია, სადაც მაგალითად რუსეთი მოიაზრებოდა როგორც თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულება ამ შავი ზღვის რეგიონში. და ეხლა ხაზგასმულად არის ნახსენები ქვეყნები შავი ზღვის გარდა რუსეთისა, აი ფრჩხილებს წერია გარდა რუსეთისა. ანუ ესე იგი რუსეთი აბსოლუტურად არ მოიაზრება აქ და შესაბამისად რუსეთი რა თქმა უნდა განიხილება საფრთხეთ და იქ ხშირად არის ნახსენები სტრატეგიაში უკრაინასთან მიმართებაში განსაკუთრებით რომ აი როცა საუბრობენ მაგალითად შავ ზღვაში სატრანსპორტო გზების გახსნას, ანუ უკრაინული ხორბლის თქვათ გავლის საკითხს და ასე შემდეგ ყველგან არის მოხსენიებული რა თქმა უნდა რუსეთი მის მიერ ეს შექმნილი რაღაც ბარიერები და ასე შემდეგ რომელსაც ლახავს ევროკავშირი სხვა პარტნიორებთან დახმარებით და თავისთავად აი როცა საუბრობენ მედეგობაზე და გაძლიერებაზე თავდაცვის უნარიანობის ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკულად პირველად ნახე ესეთი სტრატეგია რეგიონთან მიმართებაში სადაც პირველ ადგილზე დგას თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება მედეგობის გაძლიერება იქ ჩამოთვლილი ასევე ბრძოლა კიბერუსაფრთხოების კონტექსტში ანუ ჰიბრიდულ საფრთხეებთან მთლიანობაში ესე ვთქვათ აი ამასთან დაკავშირებით თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში და ეს არის რაღაც მთლიანი ესეთი სტრატეგია რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და არაევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომელიც შავი ზღვის რეგიონში განვითარებისთვის არიან აუცილებელი რომ ერთთანამშრომლონ აი ყველანი არის რაღაცა განხილული თითქოს ერთნაირად და ერთი მიდგომით ანუ აქ არ არის პრიორიტეტული მანდამაინც ევროკავშირის ქვეყნები არამედ აი ესეთი ერთიანი მიდგომაა მთლიანად რეგიონის მიმართ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხედვა არის აქ ამ შემთხვევაში მე მინდა ხაზი გავუსვა ერთ რაღაცას რომ თუ ადრე ევროკავშირს ჰქონდა განსაკუთრებული ფოკუსი მაგალითად აღმოსავლეთ პარტნიორობაზე მე ვფიქრობ რომ ნელ-ნელა ხდება ამ ფოკუსის გადატანა აღმოსავლეთ პარტნიორობაზე სადაც ეს 6 ქვეყანა იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ხო ჩვენი სამი სამხრეთ კავკასიის და ასევე მოლდოვა, უკრაინა და ბელარუსი. მაგრამ მას შემდეგ რაც ბელარუსი პრაქტიკულად გამოეთიშა ამას და თავისთავად რუსეთი ყოველთვის გათიშული იყო ამ თანამშრომლობიდან 2003 წლის შემდეგ უკვე ყოველ შემთხვევაში როცა არ შევიდა სამეზობლო პოლიტიკაში ეხლა თითქოს ეს ფოკუსი გამოდის შავ ზღვაზე და შავი ზღვის ამოცანებზე ანუ ეს რეგიონი ხდება უნდა გახდეს ხაბი როგორც პირდაპირ არის იქ ნათქვამი ანუ ეკონომიკური თანამშრომლობისთვის შუა აზიასთან ესე ვთქვათ ურთიერთობებისთვის და ნახსენები ასე Global Gateway ანუ ეს გლობალური კარიბჭის პროგრამა უდიდესი ესე ვთქვათ ინიციატივა ევროკავშირის რომელიც ემსახურება მთელ მსოფლიოში ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო გზების და კომუნიკაციების განვითარებას და მათ შორის როგორც Global Gateway-ის ნაწილი აი ეს შავი ზღვის სტრატეგია უნდა რაღაც კავშირი დაამყაროს ამ გლობალურ პროგრამასთან და გამოიყენოს სწორედ აი ამ კომპონენტში ანუ შუა აზიასთან ევროკავშირის კომუნიკაციების განვითარებაში ანუ სატრანსპორტო კომუნიკაციებს გულისხმობ დიახ, ასევე სტრატეგიაში ძირითადად საუბარია ლოჯისტიკურ უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ საკითხებზე, როგორც თქვენ თავადაც ისაუბრეთ, ეს შეიძლება თუ არა ნიშნავდეს იმას, რომ ეს გარკვეულწილად უგულებელ ყოფს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ჩართულ ქვეყნებში, მაგალითად, შეგვიძლია თუ არა ამ მოსაზრების განხილვა. არა, არავითარ შემთხვევაში იქ პირდაპირ არის გამიჯნული ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები არიან. და არის მოყვანილი ქვეყნები, რომლებიც არ არიან ესეთი კანდიდატები, მაგალითად იგივე აზერბაიჯანი ასხვები. ევროკავშირი აპირებს მათთან, რა თქმა უნდა, ურთიერთობას და თანამშრომლობას. ეხლა თუ იქნება ისეთი დარღვევები ადამიანის უფლებების, რომლებიც აბსოლუტურად, ესე ვთქვათ, საერთაშორისო სტანდარტებში არ ჯდება არანაირად და საჭიროა მათზე რეაგირება, ევროკავშირი გააგრძელებს მათზე რეაგირებას, მაგრამ ეს პოლიტიკა მიმართულია იმისთვის, რომ ევროკავშირი როგორც გეოპოლიტიკური აქტორი გაძლიერდეს რეგიონში და თავისთავად პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ის ქვეყნებთან, როგორც არის, ვთქვათ, მოლდოვა, უკრაინა, რამდენჯერმე არის მოხსენიებული,
გააგრძელებენ მათთან ინტეგრაციას, ეკონომიკურ ინტეგრაციას, მათ შორის ადამიანის უფლებებზეც და დემოკრატიის ეს ვთქვათ სტანდარტების ამაღლება და ასე შემდეგ. საქართველოს ამ კონტექსტში როგორც მოგახსენეთ არ ნახსენებია თუ საქართველოს დაუბრუნდება ამ გზასო და დანარჩენ ქვეყნებთან რომლებიც არ არის ვთქვათ თურქეთზე არ არის მაგალითად საუბარი რომ აუცილებლად გაგრძელდება მისი ინტეგრაცია, თუმცა ნახსენებია რომ ეს კანდიდატი სახელმწიფო, მაგრამ მოლაპარაკებების დაწყებაზე არაფერი არის საუბარი. როცა საქართველოსთან არის საუბარი იმაზე, რომ შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები თუ ვთქვათ გამოსწორდა სიტუაციაო და აზერბაიჯანთან მიმართებაში და რეგიონის სხვა აქტორებთან, იგივე სომხეთთან მიმართებაში ეს პირდაპირ ესეთი მოთხოვნა არ არის, რომ მანდამაის ადამიანის უფლებებს თუ არ დაიცავენ, მათთან არ ვითანამშრომლებო. ანუ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება ვთქვათ, რომ ევროკავშირი აქ მიჯნავს რაღაც გეოპოლიტიკურ ინტერესებს და მთლიანობაში აი ამ ნორმატიულ ხედვებს და ნორმატიულ მის პოლიტიკას, მე ნორმატიულს გულისხმობ აი ტრანსფორმაციულ პოლიტიკას, ხო? ტრანსფორმაციული პოლიტიკა რჩება, მაგრამ მათთან მიმართებაში ვისაც სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, ღრმად ინტეგრაცია ევროკავშირში. მაგრამ ვისაც ეს არ სურს, მათთან უბრალოდ უნდა განავითაროს თანამშრომლობა ურთიერთსარგებლის პრინციპებზე. და აი ეს რა თქმა უნდა ამ თვალსაზრისით შეიძლება თქვენ დაგეთანხმოთ ამაში რაც ეხან თქვით. თქვენ ბატონო კახა ისაუბრეთ საქართველოს როლზე მთელ ამ პროცესში. აი ხომ არ ფიქრობთ რომ საქართველოს როლი და ფუნქციები შეიძლება ჩაანაცვლოს სომხეთმა მაგალითად? აბსოლუტურად არ არის გამორიცხული, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სომხეთი ევროკავშირთან, თქვათ, გეოპოლიტიკური, ესე ვთქვათ, როლით, რომელიც შეიძლება სომხეთმა დაიკავოს, საქართველოს მაინც ბოლომდე ვერ ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში შავ ზღვაზე გასასვლელი სომხეთს არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ უფრო მოკლე დერეფნის გაყვანა შეიძლება თურქეთ, ნახიჩევან, სომხეთის, ესე ვთქვათ, გავლით აზერბაიჯანზე. ეს გზა უფრო მოკლეა და მარტივია, ეს შეიძლება ენერგომომარაგებისთვისაც იქნას გამოყენებული და ეს შეიძლება გამოყენებული იყოს სატრანსპორტო კავშირების გასავითარებლად, ხო? ამიტომ კი შეიძლება ჩაანაცვლოს და აქ კიდე უნდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ სომხეთი ბოლო ხანებში უფრო მეტად და მეტად წევს თავის დემოკრატიულ სტანდარტს და მეტად დემონსტრირებს აი თავის ძალიან დიდ სურვილს, რომ ევროკავშირს დაუახლოვდეს და მასთან ინტეგრაციული ურთიერთობები დაამყაროს. და აი ამ კონტექსტში საქართველოს აჩვენებს პირიქით ტენდენციას და პირიქით რომ მას უნდა დისტანცირება. მე საქართველოში საუბრობ აქ უბრალოდ იმ ძალებზე, რომელიც მართავენ დღეს საქართველოს, რომ მათ უნდათ უფრო დისტანცირება ევროკავშირისგან და მხოლოდ აი აზერბაიჯანივით, მხოლოდ გეოპოლიტიკური სარგებლის ურთიერთობა. აქ შეიძლება ითქვას, რომ საბოლოო ჯამში გრძელვადიან მომავალში თუ ევროკავშირი დარწმუნდა, რომ საქართველოს არ აქვს არანაირი შესაძლებლობა, რომ დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას და აქ მოსახლეობა შეეგუა, არავინ არ აპროტესტებს იმას, რომ ავტორიტარული, ვთქვათ, მმართველობა დამყარდა, რომელიც აბსოლუტურად არაევროპულია. საბოლოო ჯამში შეიძლება, რა თქმა უნდა, ევროკავშირმაც დაიწყოს ფიქრი იმაზე, რომ საქართველოსთან კონდეს ისეთივე ურთიერთობები, როგორც ვთქვათ, შუა აზიის ქვეყნებთან და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე ითანამშრომლოს. მაგრამ ეს გასაგებია, რომ თუ ვინმეს არ აწყობს ეს არის ქართველი ხალხი, ის 80% მოსახლეობის, რომელსაც უნდა ევროკავშირში ინტეგრირება, იმიტომ რომ ევროკავშირში ინტეგრირება არ არის დაკავშირებული მარტო აი ამ ეკონომიკურ სარგებელთან, რომელიც მოაქვს, ვთქვათ, ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არის დაკავშირებულია ქვეყნის სამართლიანად, ესე ვთქვათ, სამართლიანად განვითარებისა და ის სარგებელი ელიტებს კი არ დარჩეთ. ანუ ევროკავშირში გაწევრიანება პრაქტიკულად იძლევა იმის გარანტიას, რომ მარტო ელიტები არ მოითხოვენ ხელს და მარტო ის ხალხი, ვისაც მიუწოდება ძალაუფლებასთან რაღაც მასთან არის მიკედლებული ბიზნესები იქნება თუ ასე არამედ ყველა ერთნაირად საქართველოში მოქალაქე იხეირებს აი ამ გეოპოლიტიკური, ვთქვათ, ესე ვთქვათ, როლითაც, თავისი გეოპოლიტიკური როლითაც, თუ ის ევროკავშირში გაწევრიანდება.
ეს იქნება ორმაგი, ესე ვთქვათ, სარგებელი, ერთი რომ შემოსავალი ქვეყანაში ამ თუ გნებავთ დერეფნის განვითარებით და სხვადასხვა ეკონომიკური პროექტებით და შავი ზღვის აი ამ პროექტებში მონაწილეობით, მაგრამ მეორე ის რომ ამ სარგებელს მიიღებს თანაბრად მთელი მოსახლეობა. მოსახლეობის განვითარებაზე დაიხარჯება ეს ფული, დაიხარჯება სოციალურ ეკონომიკურ პროგრამებზე, დაიხარჯება რაღაც თუ გნებავთ უკეთესი სასამართლოს განვითარებაზე, უკეთესი მედიცინის, უკეთესი და ასე შემდეგ. და ეს გავრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე ეს სიკეთეები, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ. ბატონო კახა, ძალიან ცოტა დრო გრჩება, მაგრამ ერთი საკითხიც მინდა წაგიკითხოთ ევროკომისარ მარტაკოსის განცხადება, რომელიც ცხადია ამავე სტრატეგიას ეხება. შავი ზღვა ჩვენს კართან აქვს, სურს რეგიონში ახალი ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული დერეფნების განვითარება, რომლებიც კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან დაგვაკავშირებს. ეს ასევე ხელს შეუწყობს, რომ შემცირდეს დამოკიდებულება რუსულ ენერგომარაგებზე, ნათქვამია მის განცხადებაში და ჩვენ უკვე წლებია გვესმის, რომ სამხრეთ კავკასია შესაძლოა იქცეს მნიშვნელოვან დერეფნად ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის. აი, თქვენი შეფასებით არსებობს თუ არა უკვე იმის ხელშესახების საფუძველი, რომ ჩრდილოეთის დერეფანი ჩაანაცვლოს შუა დერეფანმა? ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ აქეთკენ მიდის საუბარია სწორედ მაგაზე, რომ ამ დერეფანმა ჩაანაცვლოს თუ არა, ყოველ შემთხვევაში მძლავრი ალტერნატივა შექმნას. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ევროპა აუცილებლად იყურება წინ და მას მერე რაც მოგვარდება უკრაინა-რუსეთის ომი და დამთავრდება, დასრულდება და შესაძლოა რუსეთს მოეხსნება სანქციები, კვლავ ამუშავდება ჩრდილოეთის დერეფანი, მაგრამ იმ მომენტისთვის შეიძლება ეს ძალიან დიდი ხნის შემდეგ მოხდეს. არ არის გამორიცხული, რომ დაახლოებით 10 წელი რუსეთზე აი ეს ინტენსიური თანამშრომლობა რუსეთთან არ ქონდეს ევროპას საერთოდ. ამიტომ ამ ხნის განმავლობაში რამდენსაც მოახერხებს და წაიღებს სამხრეთ კავკასიის აი ეს დერეფანი რამდენ ესე ვთქვათ რაც უფრო უკეთ განავითარებს და ამ კონტექსტში სომხეთის ჩართვაც ალბათ არის აუცილებელი, იმიტომ რომ სომხეთი რომც არ გახდეს ვთქვათ საქართველოზე მეტი პრიორიტეტი ამ თვალსაზრისით, უბრალოდ აი ამ ალტერნატიული და სარეზერვო გზის არსებობა, რომელიც აი გადატვირთვის შემთხვევაში იქნება გამოყენებული როგორც მინიმუმ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დერეფნის აი ესე ვთქვათ მიმზიდველობისთვის. და მე მგონია რომ ეს შესაძლებელია მიღწეულ იქნას, ერთი პირობა არის რა თქმა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულება აბსოლუტურად, ანუ სამშვიდობო შეთანხმებით და შემდგომი განვითარების პერსპექტივებით და მეორე არის რა თქმა უნდა საქართველოს როლის განსაზღვრა აქ და საქართველოს დაბრუნება ევროპული ინტეგრაციის გზაზე, იმიტომ საქართველოს დაბრუნება ასევე დაკავშირებული იქნება ანაკლიის სპორტის დასავლური ინვესტიციებით, ესე ვთქვათ, სწრაფად განვითარებასთან და მთლიანობაში აი ამ დერეფანზე ესე ვთქვათ გავლენისთვის დასავლეთის მიერ გამოყენება კარგი გაგებით, რა თქმა უნდა, დასავლეთის მეკავშირეობა აქ ამ დერეფანში საქართველოსი იქნება ძალიან მომგებიანი ქვეყნისთვის. აი ეს ორი რაღაცა, რა თქმა უნდა, დერეფანს შეძენს ბევრად უფრო მეტ სანდოობას. თუ თქვა დერეფანში იქნება საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს რა თქმა უნდა ინვესტორებისთვის მარტო გადამზიდავებისთვის მაგალითად იქნება ბევრად უფრო ძლიერი სიგნალი იმისა, რომ ეს დერეფანი არის დაცული დიდი ხნით და იქ იმოქმედებს საერთაშორისო კანონმდებლობა თავის საუკეთესო ესე ვთქვათ პრაქტიკით და ასე შემდეგ.